სასჯელახსრულებისა და სპორტის სახელმწიფო უწყებებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით ერთობლივი პროექტი დაიწყეს. სიახლის დეტალებზე ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიის მსჯავრდებულებს სოზარ სუბარი და ლევან ყიფიანი თავად ესაუბრნენ. სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად დღესვე სასჯელახსრულების დაწესებულებას სპორტული ინვენტარი, სავარჯიშო მოწყობილობები და ფსიქოლოგების მიერ შერჩეული ლიტერატურა გადაეცა. პროექტის ფარგლებში განახლდა ავჭალის კოლონიაში არსებული ბიბლიოთეკა, ასევე გაიხსნა სახელობო სწავლება, სადაც არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ხეზე კვეთას, მის მხატვრულ დამუშავებას, ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების დამზადებას შეისწავლიან. ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, იმიტომ რომ მიზანი რისკენაც მივისწრაფით არის ის, რომ ეს დაწესებულებები იყოს არა დასჯის, არამედ რესოციალიზაციის და ადამიანის სწორ გზაზე დაყენების ადგილები. და ამის გაკეთება მარტო სასჯელახსრულების სამინისტროს ცხადია არ შეუძლია, ამისთვის არის საჭირო ესეთი მჭიდრო თანამშრომლობა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან კარგ შედეგს გამოიწვევს თითოეული ახალგაზრდისთვის, რომელიც აქ არის და აქ იხდის სასჯელს. ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ახალგაზრდებს ხელი შეუწყოთ ყველანაირად, რათა მათი ყოფა შევამსუბუქოთ ამ დაწესებულებაში ყოფნისას. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეს მრავალმხრივი აქტივობები ჩაგვეტარებინა, როგორც სპორტული კუთხით, ასევე საგანმანათლებლო კუთხით, ასევე სპორტული კუთხით დაგეგმილია სხვადასხვა ტურნირების მოწყობა, ყოველკვირეული ვარჯიშები, რაგბის, კალათბურთის და ფეხბურთის მიმართულებით.